მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების წარმდგენია ბაბე, დერმატოლოგიურად ტესტირებული მოვლის საშუალებები ყველაზე სათუთი კანისთვის. რუბრიკის სპონსორია ოქტიზი, გერმანული წარმოების ანტისეპტიკური სპრეი და გელი, რომელიც შექმნილია კანის მცირე ჭრილობების დასამუშავებლად. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და ეს იქნება შარტკენჭოვანი დაავადება, რომელიც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ხშირად ხდება და საკმაოდ პრობლემური არის ხოლმე, ხშირად ძალიან ძლიერ ტკივილთან არის ასოცირებული და დღეს ჩვენი სტუმარი ამ თემაზე სასაუბროთ არის ნიკა გაგოშიძე, უროლოგი. მოგესალმებით, ბატონო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა ვიკითხო მაინც სტატისტიკასთან დაკავშირებით. კითხვა, რამდენად ხშირი არის შარტკენჭოვანი დაავადება, რა ასაკში ხდება, არის თუ არა რაღაც უპირატესობა, ან სქესობრივი თვალსაზრისით, ან რასაკობრივი თვალსაზრისით, ამაზე რომ ვისაუბროთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში, რაც შეეხება სტატისტიკას, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ 10-დან 1 ადამიანს ერთხელ მაინც დაუდგინდება შარტკენჭოვანი პრობლემა სიცოცხლის განმავლობაში და ეს სტატისტიკა სამწუხაროდ იმატებს ყოველწლიურად. რაც შეეხება გენდერულობას, უკვე აღარ არის სხვაობა, რადგან ძირითადად მეტაბოლური პრობლემებია წამყვანი და როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში თითქმის თანაბარია ეს პრობლემა. რა არის პირველი კლინიკური ნიშნები და კლინიკურ ნიშნებთან ერთად, როგორ მიხვდეს, რომ აი პრობლემა ძირითადად მაინც ამასთან არის დაკავშირებული, რა შემთხვევაში არის, რომ აუცილებლად მიმართოს ექიმს და აქვე იქნებ თქვათ რისკ ფაქტორებიც. ეხლა თქვენ მეტაბოლური პრობლემები ახსენეთ და მოდი ვთქვათ, რა არის ის რისკ ფაქტორები, რაც ხელს უწყობს თქვათ კენჭების ჩამოყალიბებას და შემდეგ როგორ ამოიცნოს ჩვენმა მაყურებელმა, რომ აი შესაძლოა ეს პრობლემა აწუხებს. კი ბატონო, დავიწყოთ შევილებით და რეალურად თირკმელში არსებულ კენჭებს შესაძლოა არანაირი სიმპტომი არ გააჩნდეს. და ერთ მშვენიერ დღეს ძლიერი ტკივილით მომართოს კლინიკას პაციენტმა. ამიტომ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული დიაგნოსტიკა სკრინინგის მიზნით. ტკივილი მოგეხსენებათ, ყველამ ვიცით, რომ შეტევა არის გაიგივებული მშობიარობის ტკივილთანაც. ძალიან მძიმე ტკივილი არის, მკვეთრი, გამოხატული, ხშირად აი გაუსაძლისი თითქოს. რაც შეეხება პრევენციას, როგორც ევროპის, ისე ამერიკის უროლოგთა ასოციაცია არა მარტო კენჭის კურნალობის მეთოდების დახვეწას და განვითარებას, არამედ პრევენციას უმნიშვნელოვანეს დროს უთმობს და ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ძირითადად ყველაზე იაფი და ძლიერი პირველი რაც არის, ეს არის წყალი. და აუცილებელია ჰიდრატაცია, მაგრამ 24 საათში დაახლოებით 2.5 ლიტრი უნდა გამოყოს ადამიანმა შარდის სახით. მაგრამ ყველაზე კარგი მარკერი ეს არის პაციენტის თვალი და უნდა შეაფასოს მან თავისი შარდი, როგორც კი გამოხდება, უნდა მოუმატოს სითხის მიღებას. რაც შეეხება მეორეს ეს ზოგად რეკომენდაციებს, ეს არის ნატრიუმის შემცირება. მარილიანი საკვების, რაც საქართველოში ახლა ძალიან ცხოვრობთ არული ნატრიუმის ეპოქაში, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ შეიძლება ის საკვები პირველ რიგში ვთქვათ, როგორიც არის მაგალითად მძეხვეული, კონსერვები, საფიკვების პროდუქტები, შეიძლება რეცეპტორებისთვის იყოს სასიამოვნო, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. და მარილი მოგეხსენებათ, ნატრიუმი არის ტრანსპორტერი კალციუმის და დიდი რაოდენობით გადააქვს თირკმელში. ამიტომ მოვერიდოთ ნატრიუმს, რაც ასევე წნევის პრევენციაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ კალციუმი, რომ არ არის ჩვენი მტერი. ხა მოგეხსენებათ, კალციუმ ოქსალატური კენჭები ყრივი კენჭებია და რადგან ისმის სახელში კალციუმი გვაშინებს. რეალურად სწორად მიღებული კალციუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პრევენცია ზუსტად მკვრივი კენჭების და რატომი? ხა კალციუმი როდესაც მოხდება ალიმენტური გზით ის საკვებთან ერთად კუჭში და ნაწლავებში არსებულ ოქსალატს ფოჭავს და აღარ ხდება სისხლში ეს ოქსალატი. შესაბამისად რეალურად ძალიან კარგი პრევენციაა
ნორმალურად მიღებული კალციუმი ჩვენი ორგანიზმისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ პრაქტიკულად ეს არის რისკ ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ჩამოყალიბებას კენჭის და გარკვეულწილად აი ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით ეს მარილთან დამოკიდებულება და ასე შემდეგ საკმაოდ მაღალია და ამან შეიძლება რომ ხშირ შემთხვევაში განაპირობოს სწორედ კენჭოვანი დაავადება. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არისო, რომ პრევენცია მოვახდინოთ, თუ ანუ დავადგინოთ მანამდე, სანამ ეს ჩვენი კენჭი თირკმლიდან დაიძურება და სწორედ ჩარცაწვეთის მილში მოხდება, რომელიც მერე ესეთი გაუსაძლისი ტკივილით ვლინდება ხოლმე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრევენცია, ხა ჩვენ ვიცით, რომ გამოკვლევა შეიძლება გავაკეთოთ, თუნდაც ულტრასონოგრაფიული კვლევა. აი, როდის არის საჭირო, რომ გავიკეთოთ, რა შემთხვევაში უნდა გაიკეთოს, თქვათ ადამიანმა, არის თუ არა რაღაცა ასაკი, რომლის მერეც თქვათ მიზანშეწონილია, რომ ერთხელ მაინც მივიდეს პაციენტი და ულტრასონოგრაფიული კვლევა საშარდე სისტემის ჩაიტაროს. თუ წინასწარ განწყობას არ ჩავთვლით გენეტიკურს, ასაკობრივი სხვარი იწყება 40-დან, ესე რომ ვთქვათ. და ნუ დაველოდებით რაიმე სიმპტომს უნდა მოხდეს. მარტივი კვლევა, ულტრასონოგრაფია და შემდგომ არის შეიძლება შარდჟავას ანალიზი გახდეს საჭირო, შარდში არსებული კრისტალების შეფასება, შარდის საერთო ანალიზი და უბრალოდ მიმოხილვითი რენტგენი. აი ამით ჩვენ შეგვიძლია ბანალურად განსაზღვროთ კენჭის ზომა, ტიპი, სიმკვრივე. ულტრასონოგრაფიითაც არის შესაძლებელი მხოლოდ თქვა სხვა დამატებითი კვლევების გარეშე ხშირად რომ ვიცოდეთ ჩვენ რა ტიპის კენჭია თუ ამას ხშირად ჭირდება ხოლმე სხვა კვლევების დამატებითი გაკეთება. ქიმიურ შემადგენლობაზე გვაქვს საუბარი, ვერ განსაზღვრავთ რა თქმა უნდა, მაგრამ სიმკვრივის დადგენის მიზნით ვიცით რომ რენტგენ ხილვადი თუ არის კენჭი, შეიძლება იყოს უკვე ის მაღალი სიმკვრივის. კი ბატონო, გასაგებია. რამდენად ახლა თქვენ ახსენეთ გენეტიკური განწყობა. რამდენად გენეტიკური განწყობა მნიშვნელოვანია და თუ ოჯახში არის თქვათ ეს პრობლემა, ქონდათ ახლო ნათესავებს, აუცილებელია სწორედ რომ ჩვენ შევიმოწმოთ თავი, რომ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. რეალურად ახლა გენეტიკური წინასწარ განწყობა ყველაფერში მნიშვნელოვანია, მაგრამ შარდკენჭოვანი დაავადების კუთხით ძალიან ავლენს თავს და შესაძლოა მშობლების შემთხვევაში თქვათ შვილებს ერთი იქნება თუ ორი შვილი ყველას კონდეს პრობლემა. დიახ, ამიტომ მნიშვნელოვანია სკრინინგი. ვისაუბროთ მკურნალობის მეთოდებზე, რა მეთოდები არის მკურნალობის, იმიტომ რომ დღეს სხვადასხვა ტიპის მეთოდებია, შეგვიძლია დავშალოთ კენჭი, შესაძლებელია იყოს საჭირო ქირურგიული ჩარევა და მოდით ამაზეც ვისაუბროთ, რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და როდის შეიძლება ის ავიცილოთ თავიდან. ბოლო 10 წლის მანძილზე შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის მენეჯმენტი ყოველთვის იცვლებოდა და დღესაც ერთი ფორმულირება, ერთი ესე ვთქვათ სტანდარტი არ არსებობს, დამოკიდებულია ანატომიაზე, საშარდე გზების, კენჭის ზომაზე, სიმკვრივეზე, მდებარეობაზე, მაგრამ დღეს გვაქვს კარგი ნახტომი, ესე ვთქვათ, რევოლუციური, რომ ის ზუსტად ის ლითოტრიფსია, რაც აქამდე ვიცოდით და არსებობდა, იმდენად გაუმჯობესდა ტექნოლოგიურად, რომ დღეს ნებისმიერი სიმკვრივის კენჭის ნებისმიერი ზომის და საშარდე გზებში ნებისმიერ ადგილზე მდებარე კენჭის დაშლა არის შესაძლებელი. ანუ შეტევის დროსაც, როდესაც შარდსაწვეთში არის, თქვათ, გაჭედილი, ესე რომ ვთქვათ, კენჭი, აქაც არის შესაძლებელი, რომ ჩვენ დავიწყოთ სწორედ დაშლა ლითოტრიფსიით და არა ღია ქირურგიული ოპერაცია. ამ ტექნოლოგიამ გაადვილა ნებისმიერ ადგილზე წვდომა, შესაბამისად დაძრული შარდსაწვეთში არსებული კენჭების დაშლა არის ძალიან ეფექტური. და ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს აზრი, სამწუხარო მითი, რომ თირკმლში არსებულ კენჭებს ჩვენ არ უნდა შევეხოთ. ის იყო, ასე ვთქვათ, ძველი მოსაზრება, რადგან ძველი ტექნოლოგია იყო დამაზიანებელი თირკმლისთვის და ამ შემთხვევაში არანაირ გავლენას არ ახდენს უარყოფით თირკმლზე და იდეალური პრევენციაა. ამიტომ თუ ჩვენ ეხოსკოპიურად ან რენტგენოლოგიურად ვნახეთ, რომ კენჭი არსებობს, ყოველთვის ჯობია რომ უმკურნალოთ მას მანამდე, სანამ ჩვენ კლინიკურ სიმპტომამდე და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებამდე მივალთ. აი, მოდით ავუხსნათ მაყურებელს, რა მეთოდია ეს, როგორ მიმდინარეობს, რამდენი დრო ჭირდება და რეაბილიტაციას მოითხოვს თუ არა. მეთოდი არის, როგორც ვახსენეთ, დარტყმით ტალღოვანი დისტანციური მეთოდი, მაგრამ ეს არის ელექტრომაგნიტური, რომელიც
მაღალი შეღწევადობით ხასიათდება კანის ზედაპირიდან და შესაბამისად დანაკარგის გარეშე აღწევს კენჭამდე და არ ჭირდება 2-3 და შემდგომ ესე მრავალი პროცედურა. ერთი პროცედურა 99%-ში ერთი სეანსი ზომისა და სიმკვრივის მიუხედავად საკმარისია. და ასევე მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ არის უმტკივნეულო და მეკითხა, იმიტომ რომ ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ხოლმე, როდესაც თავს იკავებენ ჩვენი პაციენტები, არის გარკვეული შიში და ეს ტკივილის რაღაცა შიში ტკივილზე, ანუ აბსოლუტურად არანაირ ტკივილთან არ არის დაკავშირებული. შესაძლოა გამოყენებული იქნას ანალგეზიისთვის მედიკამენტი და არა ანესთეზიისთვის, ამბულატორიული პროცედურაა და დასრულებისთანავე ეწერება პაციენტი, ასე რომ არანაირ ანესთეზიას არ მიმართავთ. და შესაბამისად არც თქვათ არანაირი რეაბილიტაციის პროცესი არ ჭირდება, ანუ მაშინვე ამბულატორიდან შეუძლია თავისი ფეხით წავიდეს პაციენტი. რაც შეეხება, არის თუ არა ის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვჭირდება ქირურგიული ჩარევა? არის. და რა შემთხვევებია ეს მაინც რომ ვიცოდეთ? არის ზოგჯერ ისეთი შემთხვევა, როდესაც კომბინირებული საჭიროება მეთოდების ორივეს ერთდროულად როდესაც მაგალითად ყველაზე ხშირი შემთხვევა რომ ავიღოთ მაგალითად მენჩ-არცაწვეთის სეგმენტის თანდაყოლილი ობსტრუქცია, როდესაც მოითხოვს პლასტიკურ აღდგენას და მეორადად არის განვითარებული კენჭი და ჩვენ ვახდენთ თქვათ თუნდაც გზას არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება ლაპარასკოპით უკვე რობოტით შესაძლებელი სტენტირებას და შემდგომ იმავდროულად ლითოტრიფსიას ან კენჭის ექსტრაქციას. განსაკუთრებით პრობლემა არის დღემდე მარჯნისებური კენჭების მკურნალობა და გამოიყენება ოქროს სტანდარტი, რაც არის დღეს პერკუტანული ლითოტრიფსია და კარგი ის არის, რომ შემდგომ უკვე ნარჩენ ფრაგმენტებზე თუ მოხდა ეს იყენებთ ლითოტრიფსიას და აღარ ჭირდება განმეორებითი ჩარევა, ასე რომ ეს კომბინაცია იძლევა ხშირ შემთხვევაში 100%-იან შედეგს. ახლა თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც სანამ დაიძვრება კენჭი და სანამ ის შარდსაწვეთში მოხდება, შეიძლება აბსოლუტურად იყოს ყოველგვარი ჩივილის გარეშე. რამდენად და ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ დადგენილი აქვს ადამიანს, გაკეთებული აქვს ერთხელ ეხოსკოპია, აღმოჩენილი აქვს ეს კენჭი, მაგრამ არ თulis საჭიროთ რომ მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ არანაირად ის კენჭი არ აწუხებს, ეს მოსაზრება ახსოვს, რომ ჯობია რომ ხელი არ ვახოთ. აი რა რისკებთან არის დაკავშირებული, თუ ჩვენ ვიცით რომ კენჭი არსებობს და ამ დროს რეალურად არანაირ ქმედებას მკურნალობისას არის თუ არა რაღაც რისკები, მაგალითად ინფიცირების, ან თქვა სხვა რაიმე რისკს თუ ზრდის ეს შემთხვევები. პაციენტებმა რაც იციან და სამწუხაროდ ეს ექიმებისგან იციან, იმიტომ რომ ძველი მეთოდები იყო ძალიან ტრაუმული და ცდილობდნენ სწორი გაგება იყო მაშინ, რომ მხოლოდ ქირურგია იყო გამოსავალი და სხვადასხვა პატარა ზომის კენჭებს ტრაუმულ ოპერაციას არ იყენებდნენ, მაგრამ რეალურად რომ აჩვენა რომ 80%-ში ინფექცია ვითარდება, იწვევს საშარდე გზებში სხვადასხვა ბაქტერიების ქრონიკულ ინფექციას და გარდა ამისა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის პარენქიმის გათხელებაც კენჭის არსებობამ და მძიმე შემთხვევებშიც თირკმლის ფუნქციის დაკარგვაც კი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ესეთი პრობლემა გვაქვს, მაშინვე უროლოგს მიმართოთ და უროლოგი მერე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ რომ მოდით ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, როგორ აიცილოთ, რასზე გაამახვილოს ყურადღება, რომ აიცილოს თავიდან შართკენჭოვანი დაავადება და როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ იცის, რომ მას თქვათ თირკმელში აქვს კენჭები. ჩამოთვალოთ ზოგადი პრევენციის გზები. პირველი ეს არის სითხის მიღება, ნატრიუმის შემცირება, კალციუმის მდიდარი საკვების ზომიერი მიღება, ფიზიკური აქტივობა და დროული სკრინინგი. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს და აუცილებლად პირველ რიგში შეეცდება, რომ ცხოვრების ჯანსაღწეს მიმართოს, იმიტომ რომ ყოველთვის პრევენცია ბევრად უკეთესია ვიდრე მკურნალობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა იქნება, აუცილებლად მიმართოს უროლოგს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემის სტუმრობისთვის და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას უსურვებ.